თბილისში შემთხვევით ჭავჭავაძის 3 ნომერში მოხდა აფეთქება სავარაუდოდ გაზის გამოთბობლიდან ან გაზქვრივიდან ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. შემთხვევის შედეგად სხეულის დაზიანებები 2 ადამიანმა მიიღო. ზურაბ ჭავჭავაძის 3 ნომერში მდებარე იტალიურ 2 სართულიან სახლში დილის 9 საათზე აფეთქება მოხდა, რამაც ხანძარი და შენობის ნგრევა გამოიწვია. აფეთქება სავარაუდოდ გაზის გამოთბობლიდან ან გაზქვრივიდან ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. სახლში დედა და 7 წლის ბავშვი იმყოფებოდნენ, ისინი ხანძრის შედეგად დაშავდნენ. შემთხვევის ადგილზე 7 სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. აფეთქებიდან გამოწვეული იყო ხანძარი ერთ-ერთ საძინებელ ოთახში. ხანძრის ლიკვიდაცია მოხერხდა დროულად, დაახლოებით 10 წუთში იყო მთლიანად ლიკვიდირებული ხანძარი. მაგრამ შიგნით იყვნენ დედაშვილი, რომლებსაც ამ აფეთქებიდან გამომდინარე და ამ ხანძრიდან დამწრობა ჰქონდათ მრავალი მხრივ მიღებული. ბავშვი არის აუტიზმით დაბადებული, დედაშვილი ცხოვრობენ და მოხდა ესე გაზის გაჟონვა მოხდა. აფეთქება იყო, ესეთი ხმები იყო და მთელი შუშები და ყველაფერი ეყარა ქუჩაში. აფეთქების შედეგად საშუალოზე მძიმე დამწრობა მიიღეს დედაშვილმა. დაშავებულები დამწრობის ცენტრში არიან გადაყვანილები. მათი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და დაშავებულების ხარჯებს დიდუბე ჩუღურეთის გამგეობა დაფარავს. გადაყვანილები არიან საავადმყოფოში და საჭიროების შემთხვევაში გამგეობა მზად არის მათი მკურნალობის ხარჯები გაიყოს თავის თავზე და რა თქმა უნდა აქაც ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში შევეცდებით გავუკეთებთ ყველაფერს და საცხოვრებელი პირობები შევუქმნათ ისე. მათ აღენიშნებათ 40% და 20% სხეულის თერმული დაზიანება, მეორე მესამე ხარისხის დამწრობითი შოკი. ამ წუთას მოთავსებული არიან რეანიმაციის და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. მათი მდგომარეობა სტაბილურია. გამოძიება უკვე დაწყებულია ჭავჭავაძის 3 ნომერში ამ დრომდე სამართალდამცველები რჩებიან.